რა ხდება ადამიანში, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას დატოვოს სამშობლო და რა იცვლება მაშინ, როდესაც ადამიანი ცდილობს მოერგოს უცხო გარემოს, მაგრამ შეინარჩუნოს საკუთარი თავი და რა ხდება მაშინ, როდესაც მცირე დროით დაწყებული ემიგრაცია ხშირად წლებად, შემდეგ კი მთელ ცხოვრებადაც იქცევა ხოლმე. მოგესალმებით. მე ქართული, იტალიური და დიასპორული მედია RMS TV-ის დამფუძნებელი ნინა მამუკაძე ვარ, ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ჩემი თემატიკა ძირითადად ეხება ხოლმე ემიგრაციას. როდესაც საქართველოში მცირე დროით ჩამოსვლა გადავწყვიტე და ინტერვიუების დაგეგმა დავიწყე, ზუსტად ვიცოდი პირველი ადამიანი, ვისაც დავუკავშირდებოდი, იქნებოდა ჩემი დღევანდელი სტუმარი. ეს არის ადამიანი, რომლის პოდკასტებსაც ყველა ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესით უსმენს და ხშირად ჟურნალისტები არ ვუტყდებით ხოლმე საზოგადოებას, მაგრამ ყავს ჩვენი რჩეული რესპონდენტები და ასეთია სწორედ ერთ-ერთი ასეთი რესპონდენტია, ჩემი დღევანდელი სტუმარი და რესპონდენტი დია ყოლბაია. ქალბატონო დია, ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ ქალბატონო ნინო, ასეთი სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ყურადღებისთვის, შეფასებისთვის და მასპინძლობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. როგორც შესავალში აღნიშნე, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იქნება ემიგრაცია და ჩემი პირველი კითხვა იქნება როდის იწყება ემიგრაცია? როდესაც ადამიანი ტოვებს სამშობლოს თუ მაშინ, როდესაც იღებს სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილებას? ნებისმიერი ემიგრაცია პრაქტიკულად ეს ხომ დიდი მოგზაურობაა. და მოგზაურობის მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად საკუთარი თავისგან გაქცევა. მაგალითად სივრდუხჭირისგან. ანუ შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, შეიძლება იყოს მატერიალური, სოციალური, შეიძლება ხარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მაგალითად და თავს რომ უშველო მიდიხარ. ზოგჯერ ვთქვათ, იდეური შეუთავსებლობა გაქვს სახელმწიფოებრივ დონეზე, პოლიტიკურად ვერ ეწყობი და ტოვებს სამშობლოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ხომ დიდი მოგზაურობის დასაწყისი. აი გავიხსენოთ, ძალიან პოპულარული იყო პაულო კოელიოს ალქიმიკოსი თუ გახსოვთ. შეიძლება ბევრი ვიდეოთ ამ ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაზე. ჩემი აზრით ყდაზე უნდა წაეწერა ესე პატივისცემით ვოლტერს. იმიტომ რომ ძალიან გავს ზადიქს გარკვეულ წილად, მაგრამ ეს იყოს კოელიოს სინდისე, ჩემი დიდი პატივისცემის ფონზე. აი იქ არის ეს მომენტი, როდესაც სანტიაგო ხედავს სიზმარს, მწყემსავს რაღაც ხრებს, სადღაც დიდი კვიპაროსის ძირას ჩაეძინება და ხედავს სიზმარს, რომ სადღაც პირამიდების ქვეყანაში დიდძალი განძია ჩაფლული და ზუსტად იცის ახლა სანტიაგომ რომ აი ამ პირამიდების ქვეყანაში რომ მივად აი ნახავს, იპოვის აი ამ ხედს, რაც ნახა სიზმარში და აი ზუსტად ეცოდინება, რომ აი იქ არის ეს დიდძალი განძი და იწყება სანტიაგოს მოგზაურობა. ბევრი პატრაკი გადახდება, მელქისედეკს გაიცნობს, ბროლის ჭიქით ჩაისაც დალევს და საბოლოო ჯამში ჩადის, აი იპოვის, აი ეს არის ეს, აი პირამიდების ქვეყანა და რა თავს დაესხმიან ავაზაკები, სცემენ უმოწყალოდ რაც აქვს ყველაფერს იმასაც გახდიან და მომაკვდავი ჩვენი დაძვამბილებული სანტიაგო არის ქვიშაში და ერთ-ერთი ყაჩაღი რომელიც ესე იბერტყავს ესე ხელს რომ აი უნდა წავიდეს იმ და სცემეს ესე მიდის და ego აქ რა გინდაო აქ რო ხარო რა მოგიყვანო და ესო სიზმარი ვნახეო ესე რომ პირამიდების ქვეყანაშიო დიდძალი განძი მეგულებოდაო თითქოს და მოვდიოდიო ამიტომ და ესე მოკლე შინაარსი ეს არის და ეს მოხედავს ეს ყაჩაღი და რა სულელი ხარ რამდენიმე წლის წინათ მეც ვნახე სიზმარიო სადღაც კვიპაროსის ხის ძირას წყემს ჩაეძინაო და იქ იმ ძინარე მწყემს გვერდით რომ მქონდაო თავისი პატარა ფარდული სახლიო იმ სახლის ქვეშო დიდძალი განძი იყო ჩაფლულიო მაგრამ განა მე შენნაირად სულელი ვარ
რომ იმ სიზმარს გავყოლოდი და ის მწყემსი მეპოვა და იმ კვიპაროსის ხის ძირას და მის გვერდით განძი მეძიე მომეძიებინაო ანუ მე წარმოგიდგენიათ როგორ შემოტრიალდა ესე იგი მთელი ეს განსაცდელი სანტიაგომ რაც გამოიარა ამ შეხვედრისთვის ყოფილა და აი ეს დიდი მოგზაურობაც ემიგრაცია რა არის დიდი მოგზაურობა ხშირად იძულებითი მოგზაურობა ხო ემსახურება თურმე შინაგან ტრანსფორმაციას სანტიაგო დაბრუნდება საბოლოო ჯამში იქ სადაც თურმე ნამდვილი განძია და ეს არის სახლი და აი ეს სახლის თემა ნახეთ ერთადერთი ადგილი სამყაროში სადაც შენ შეგიძლია ცხოვრება სადაც შესაძლებელია იცხოვრო სხვა ადგილი არ არსებობს. ერთადერთი ადგილი. ეს არის სხეული, რომელშიც ცხოვრობ. და სადაც არ უნდა წახვიდე, ამ სხეულით მიდიხარ. კი, შეიძლება იყოს სიცოცხლე სხეულის გარეშე და მოგზაურობა მის მიღმა, ეს სხვა თემაა. მაგრამ ამ განზომილებაში ჩვენ ვცხოვრობთ სხეულში და ამ სხეულით მიდიხარ იმიგრაციაში, ამ სხეულით ბრუნდები. ესე იგი, პრობლემა არის არა ფიზიკურ გადაადგილებაში, არამედ მოტივში, რატომ გარბი ხარ. რას ეძებ, რომ თურმე სახლი არ არის კედლები, ჭერი, იატაკი, აგერ ბატონო ეგრეთ წოდებული დივანი კრესლოებით, ხო, და იქ რაღაც საკურთხევლის ფორმატში ტელევიზორი და თაროები. ესე იგი, ეს არ ყოფილა. თუ შენ აი ამ შენს თუნდაც ნაშრომნა მაგარში მაინც გეჩქარება, მაინც თვალი გიჭირავს კარისკენ, მაინც ვერ ისვენებ, ესე იგი თურმე შენი სახლი არ არის. რატომ? ჯერ არის შფოთვა და მერია შფოთვის ობიექტი. ჯერ არის შენში ეს ფსიქოლოგიური დისონანსი, რომელსაც შემდგომ აუცილებლად რაღაც მომენტში სიტუაცია მიესადაგება ამ შენს შფოთვას და ამ შენს აი ამ დისონანსს და ეს წარმოშობს, ეს დამთხევა წარმოშობს შემდგომ გაქცევის სურვილს. ანუ ჯერ იწყება შფოთვა. ჯერ იწყება გაქცევის სურვილი, მერე იწყება რომ ოჯახში პრობლემა, ურთიერთობაში პრობლემა, იქ რაღაცა გაცივდა, იქ რაღაცა გაცვდა, იქ რაღაც შემოგვაკლდა, აი მეტი გზა არ არის. ყველა ხომ ჩვენებურად ვცდილობთ გადარჩენას. და როდესაც იღებს ადამიანი გაქცევის, მოდი ასე დავარქვათ მაშინ, რაღაციდან წასვლის გადაწყვეტილებას, რა ხდება ამ დროს ცნობიერში? ნახეთ, რა თქმა უნდა, თუ ყველაფერს დაალაგებ და მიდიხარ, მაგალითად იტალიაში მიდიხარ, ესე იგი შენ უნდა მოემზადო. გერმანიაში მიდიხარ თუ ისრაელში მიდიხარ თუ ამერიკაში. ხშირად ამ შეცდომას უშვებენ ქართველები. რომ მოუმზადებლად წასვლა არ შეიძლება. მოუმზადებლები მივდივართ. პირველი ენა მაინც, ხო? ენა. გასაგებია მეორე დიდი დილემა, რომ ჩვენი დიპლომი სამწუხაროდ არსად დაარჭრის SNG-ს გარდა. ეს მეორე, ესე იგი, საკუთარი მწარე გამოცდილება ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ იქ ჩემი დიპლომის აღიარება მომეპოვებინა. სამწუხაროდ არ არის ეს, მოდი ასე ვთქვათ, ყურით მოთრეული მიზეზი. მართლა ასია, ძალიან რთულია იქ აი ამ ბიუროკრატიული ნაწილის მოგვარება. დიახ, და ეს კარგი ვთქვა, დავუშვათ შენმა დიპლომმა იმუშავა. ან იქ მოიპოვე ეს დიპლომი, ხომ? იქ სოციალურად შენ სტატუსით მეტნაკლებად გაუთანაბრდი ადგილობრივი მოსახლეობის სტატუსს. მაგრამ იქაც ხომ არის თავისი, როგორც იტყვიან, ოჯახი, ესა თავისი წრე, იქაც თავისი მიკერძოება, იმასაც თავისიანი უნდა. ის თუ თქვა დააყენებს არჩევას, რომ ეს ემიგრანტი თუ თავისი რასაკვირველია, იგივე ქულების, ორივე თქვა 50 ქულა აიღეთ, ხო? რასაკვირველია ის თავისას გაიყვანს, ეს ხომ ბუნებრივია, ღმერთო ჩემო, 50-50-ზე კი არა, ზოგჯერ ჩვენთან სამსახურში მოჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქულების საერთოდ არ იციან რა არის. კომპიუტერს იმიდან დენსკვიტიდან რომ თიშავდნენ და აი ესეთი ხალხი მოვიდა გარკვეულწილად თანამდებობებზე. ხო? არამც თუ ის რომ კონკურსში თანაბარ პირობებში იმან თავისი. ეს ყველგან მოსული ამბავი. და თუ შენ არ მოემზადე,
ანუ ნახეთ რეთი დავიწყე სანტიაგოს მაგალითად იგივე არის თქვათ ოზის საოცარი ჯადოქარი ესეთი ზღაპარია სადაც არის გოგონა დოროწი რომელიც ახლა რაღაცნაირად არის რამ სახლში და რაღაცა და ერთი ორი ისეთ ჯადოსნურ ადგილას მომახვედრაო ესეთი მოსაწყენიაო ჩემი ცხოვრება ამოვარდება ქარიშხალი ეს სახლს მოწყვიტავს და ჯადოსნურ ქვეყანა ოზიში გადაიყვანს ოზი ხო აი ოზი ოსბორნი გახსოვთ ოზის ეს ფსევდონიმი ამ ზღაპრიდან არის აღებული და აი იქ ის იცნობს რკინის შეშის მჭრელს რომელსაც არ აქვს გული მაგრამ ძალიან უნდა რომ გული ჰქონდეს ჭკვიანია მაგრამ გული არ აქვს არის თივის საფრთხობელა რომელიც ძალიან კეთილია მაგრამ ჭკუა არ აქვს არის ლომი მაგრამ ხდალია არ არის ბაბაცი ესენი იკრიბებიან ნახეთ და აი ამ გზაზე ხდება მათი შინაგანი ტრანსფორმაცია და ეს დოროწიც საბოლოო ჯამში რა ეს უნდა იპოვოს ჯადოქარი ოზის საოცარი ჯადოქარი რომელიც დააბრუნებს მას სახლში ნახეთ ის წამოვიდა სახლიდან იმისთვის რომ სახლში დაბრუნდეს მაგრამ სულ სხვანაირი აი ამ გზას მოაქვს თურმე ტრანსფორმაცია და ბოლოს რო ხვდებიან ამ ჯადოქარს ეს რკინის შეშის მჭრელი გულს თურმე მაგრამ გულს იძენს არა იმიტომ რომ ჯადოქარმა შესწინა ეს ჯადოქარი სინამდვილეში არის აფერისტი, თაღლითი, ფოკუსნიკი, რომელიც თავს ასაღებს ჯადოქრად, თორე სინამდვილეში არაფერი არ არის, მაგრამ სტრიქსტერია, მაგრამ კეთილია, ყოველ შემთხვევაში ბრუტი არ არის და აი ამ თითოეულ პერსონაჟს ახსენებს, არაფერი არ იცის მათ შესახებ, მაგრამ ესე უჭირავს, ეს პოზა უჭირავს, რომ აი შენ ხომ იცი, რომ აი იქ იმ სიტუაციაში რომ არა შენი მეგობრები ვერ გადარჩებოდნენ, ესე იგი შენ რა კეთილი ყოფილხარ, შენ რა ჭკვიანი ყოფილხარ და შენ ლომო თურმე მამაც იყო არ წმუნებს იმაში რაც მათ გონიათ რომ აკლიათ ან მართლაც აკლიათ მაგრამ ეს არ წმუნებს და ამ რწმენით მათ შეიძინეს ეს თვისებები და ბოლოს ეხლა როგორ ბრუნდება დოროწი მე ხო ნერდელოვ პასუხობ კითხვას აი ალეგორიებით ხო რომ ესე იგი კეთილი ჯადოქარი ფერია ფეя მას აჩუქებს ვერცხლის ფეხსაცმელს და ასწავლის ჯადოსნურ სიტყვებს რომლითაც ის აუცილებლად დაბრუნდება სახლში აი თუ ამას იტყვი აუცილებლად აღმოჩნდები მყისიერად სახლში აღმოჩნდებიო იცვებს დოროძი ამ ვერცხლის ფეხსაცმელებს სამჯერ დაჰკრავს მიწას და ამბობს ჯადოსნურ სიტყვებს რა კარგია სახლში დაჰკრავს ფეხს და ის აღმოჩნდება თავის სახლში ესე იგი რაში დასჭირდა აი ამ პერსონაჟებს, აი ამ გმირებს, ყველა რეალურად არის ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობების, ჩვენი ფსიქოტიპების ალეგორიებია. აი ეს ბავშვის არქეტიპია. ის ვთქვათ, აი ლოგიკური აზროვნების, აი მარტო ინტელექტი, მარტო რაციონალური, აი კლასიკურად ვთქვათ გმირი. ეს ვთქვათ ისეთი უჭკუო ჩალის საფრთხობელა ძალიან კეთილი მაგრამ უჭკუო ხო ეს არის ის აი ვისაც უნდა შემდგომ აი განვითარდეს ინტელექტუალურად განვითარდეს აი აქვს სურვილი გადავიდეს ბრძენის არქეტიპში ხომ და ეს ლომი რომელსაც უნდა გადავიდეს გმირის არქეტიპში და ჩვენი დოროძი მას უნდა რომ გადავიდეს დედოფლის აი თუნდაც მანამდე პრინცესის აი დაბრუნდეს შეიძინოს ყველა ამ არქეტიპების, აი ამ ქცევის მოდელების გავლით, ყველა ეს არქეტიპი დაალაგოს და აი აქ ერთადერთ ადგილას, სადაც ცხოვრება შეიძლება, ესენი ერთმანეთში დააზავოს და თვითობა, შენი ნამდვილი რაობა წარმოჩინდეს. აი ეს გზა, აი გმირის წამოსვლა წიაღიდან და შემდგომ დაბრუნება, რომელიც შინაგან ტრანსფორმაციას ემსახურება. ეს შინაგანი ტრანსფორმაცია თურმე დაიწყო კომფორტის ზონიდან ამოვარდნით. ჩვენი კომფორტის ზონა, ეს არის ჩვენი მიწა-წყალი. მამული, სამშობლო, ოჯახი. რაღაცა ვითარების გამო ჩვენ იძულებული ვართ ამოვარდეთ ამ ბუდიდან. აი სხვათაშორის არის მაგალითად ფრინველები, აღარ მახსოვს ბევრი სახეობა, როდესაც ეს ბარტყები იზრდებიან, ეს დედალი და მამალი ფრინველები დღე და ღამე დაფრინავენ რომ ამათ აჭამონ და ესენი სულ პირღია არიან, სულ ჭამა უნდა და ბოლოს აი მოიჩიტნენ უკვე და აი ბუბულებით შეისხეს და მშვენის კარტით ჩამოყალიბებული აი უკვე პირველი ფრენის ისენი გაკვეთილებით გაიარეს, ბიჭო, ცოცხალი თავით არტოვებენ ბუდეს.
ეს დედალ-მამალი დახყურებენ ამ უკვე ფეხლეცი, ესეთი. არ მიდიან, რასაკეთებენ დედალი და მამალი ეს დიდი ფრინველები არწივებშიც არის, მე მგონი თუ არ უცდები ეს. გახედავენ ერთმანეთს ეს დედალ-მამალი და იწყებენ ბუდის დემონტაჟს. ყრიან ბუდეს, შლიან ბუდეს. ანუ უკვე ფარღალალა, არაფერი აღარ არის და ეს ფარტყი იყურება და აღარ არის სახლი. ამათმა დაშალეს დედალ-მამალი მშვიდად, დედაგინაც ცოლოს მერე რას იზამ და მორჩა ის იძულებულია წავიდეს. ნახეთ, იძულებულია გადარჩეს. რომ დაიწყოს ტრანსფორმაცია. სანამ პირი ღია აქვს და ესენი აჭმევენ, ეს ბოლომდე ფრთებს ვერ შლის. ეს ბოლომდე ნორმალურად ვერ იფრენს. რატომ? შენ ფრენა შემოგესწავლება, როგორც კი მოგშივდება და დაიწყებ ნადირობაზე ფიქრს და მერე ნადირობას, ხომ? ასე იგი, მიხდით, იძულებული ხარ. არა უბრალოდ ინავარდო, მაგრამ მანევრები აკეთებ. ნახეთ, თქვენ კითხვაზე პასუხი, როდის იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას, რა ხდება მასში? რა ხდება? ან გაცნობიერებულად იწყება ეს სწრაფვა ტრანსფორმაციისად. ყოველთვის არ არის გაჭირვება. მაგალითად მიდის სასწავლებლად. მაგალითად მიდის აქ ამ პირობებში მას არ აქვს გასახანი. ახლა მაგალითად რომ მოგინდეს გენური ინჟინერიაში და ბიოლოგიური სინთეზური ბიოლოგიის უბრალოდ სინთეზური ბიოლოგია, ახალი მოლეკულების თქვათ, ჩვენ ვიცით რომ ყველა თქვათ ამინომჟავა ძირითადად ცილაში წარმოდგენილია მარცხნივ-მბრუნავი იზომერი. მარცხნივა ცაცია და ნუკლეინის მჟავებში შაქრები არიან მარჯვნივ-მბრუნავი, ანუ ნუკლეინის მჟავები მემარჯვენეები არიან. ეს თითქოს ერთი შეხედვით გაუგებარია რას ვამბობ, მაგრამ ნახეთ, საოცარი ასიმეტრიაა. ნახეთ და ამისი გაგება რა საინტერესოა. ამის ეს კითხვა რომ დასვა საქართველოში, რომ იცით რა საინტერესოა, რომ მატერიის ნაწილი ცაციაა ჩვენში და მატერიის ნაწილი მემარჯვენეა და ეს ცაციობა, მემარჯვენეობა თუ დაირღვა მატერია კარგავს სიცოცხლის ტარების უნარს. რა საინტერესოა. ამაზე ფიქრის შესაძლებლობაც კი არ არის. იმიტომ რომ ეს სფერო თეორიული მეცნიერების კვლევები და ექსპერიმენტები საქართველოში არ არსებობს. საქართველოში ძირითადად აქტუალურია ლილო ვაგზალი. აქტუალურია ძირითადად საწვავის ბიზნესი, იარაღის ბიზნესი, ნარკოტრაფიკი, ესეთი ბიუჯეტური, ესეთი ხელოვნური და ასე შემდეგ და შემოსავლები. ანუ შემოქმედებითი არ არის, ერთი ოროლა რაც არის. ისიც სულს ხაფავს. ნახეთ, არ არის აქ სივრცე ინტელექტუალური მეცნიერება, ხელოვნება, შემოქმედება, ხო? პირველი შეიძლება იყოს ტრანსფორმაციის სურვილი. მე მინდა განვითარება აქ ვერ ვითარდები, ეს ყველაფერი მიჭერს. და მიპატარავდა მე ეს ყველაფერი და მე მივდივარ. მაგრამ როდესაც არის, ესე იგი მე მივდივარ, რას ნიშნავს მაშინ? მე ვემზადები. ტრანსფორმაციისთვის ვემზადები. მე დოროტივით კი არ მინდა ქარიშხალმა გადამაგდოს. არამედ მე მინდა წავიდე ვემზადები, ენას ვსწავლობ, კულტურას ვსწავლობ, გამოცდებისთვის ვემზადებ და ამ შემდეგ. მაგრამ თუ მე გაჭირვებით მივდივარ, ძირითადად ეს ძალიან იშვიათად ხდება, რომ ვიღაცას ასე გაცნობიერებულად წინასწარმომზადებული წავიდეს, ზუსტად ეს იყო წეღან კომფორტის ზონის დატოვებაზე საუბრობდით და მაგრამ ნახეთ, უმრავლესობა იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში მიდის, ერთ დღეში ხდება უცხო ენა, უცხო გარემო, უცხო ადამიანები, უცხო ადაწესები. ამ დროს რა ხდება ადამიანს და რა შეიძლება რომ გააკეთოს, რომ შედარებით გაიმარტივოს თავისი ყოფა. ნახეთ, ძალიან ხშირად ვამბობ, ახლაც უნდა გავმეორდე. როდესაც მე პირველად წავაწყდი და აღმოვაჩინე ჩემთვის ინდური ფილოსოფია, პირველი გაკვირვება რაც იყო ერთ-ერთ გატში არის გიტები, გიტა ნიშნავს სიმღერას. მაგალითად ბხაგავად გიტა, ბხაგავან ღმერთს ნიშნავს და გიტა სიმღერა, ღმერთის სიმღერა, ანუ ღმერთი გიყვება თავის თავზე სიმღერით, ღერის თავის შესახებ, ხო? და გატები ეს არის ესეთი ტრიფტიხი არის დიალოგი. მაგალითად პარვატი და შივა, შივა და პარვატი ცოლ-ქმარია, ქალღმერთი და ღმერთი, ესე. ანუ შივა ეს არის სამყაროს ცნობიერება, ეს არის ესე რომ ვთქვათ, სული სამყაროს ცნობიერება და პარვატი მისი ცოლი ეს არის მატერია, ენერგია, შაქტი. ნახეთ, სულისა და ენერგიის ქორწინებაზეა საუბარი, ეს ალეგორია და იქ შივა უხსნის პარვატის, რომ შენ ვინ ხარ?
კითხვა ასეთი და პარვატი ამბობს რომ მე ვარ თქვა ქალი მე ვარ არა მე არ გეკითხები სქეს თქვა მე ვარ ესა და ეს იმის შვილი მისი ქალიშვილი იმის არა მე არ გეკითხები მიხვდით როგორ მე ესე იგი მე ვარ აი სხეული მე ვარ სქესი არა ეს შენ გააქვს სხეული გააქვს სქესი გააქვს შენ ის მოცემულობა გაქვს იმის შვილი ხარ იმის და ხარ იმის ცოლი ხარ არა ეს გააქვს აი საბოლოოდ ტოვებს იმას რომ შენ აი რაც თვალებიდან იყურება ის ხარ აი ის რაც თვალებიდან იყურება და ნახეთ ჩვენი სოციალური როლები ყალიბდება აი ამ ეთნოკულტურულ წიაღში რომ შენ იმის შვილი ხარ ვისი გოგო ხარ შენე აი ვისი გოგო ხარ და არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ ხო მე სად დაამთავრე რომელი ინსტიტუტი ესე კომერციული სახელმწიფო სრული დაფინანსება ნახეთ ანუ სტატუსი ოჯახი ის და ჩვენ გვიყალიბდება წარმოდგენა ჩვენს თავზე ანუ ჩვენი ეგო მე ანუ მოგონებათა ჯამი რომელიც შესდგება აი ცხოვრებისეული მიღწევებით თუ მარცხებით აღალიბებს ჩვენს პორტრეტს და აი ამ ესე იგი საგზალით ესე მოკიდებული გაქვს ზურგზე ეს როგორც ესე გადმოკიდებული ხო ხურჯინი და აქ გაქვს მთელი შენი კარგი მოგონებები და სტატუსები ამით მიდიხარ საზღვარგარეთ და აღმოჩნდები სივრცეში სადაც არც ერთი აი ეს მოგონება იქ რეალურად ნომინალურად ფასეული არ არის იმიტომ რომ არავინ არ იცნობს ვისი გოგო ხარ იმას არ იცნობს არავინ არავინ არ აღიარებს შენ აქ რა დაამთავრე იმიტომ რომ საერთოდ შენი ქვეყანა არც კი იცის რუკაზე სად არის შენ რეალურად რა იცი რა არა იქ ეხლა ესეთი ინტელექტუალური სალონური საუბრის შესაძლებლობა არ აქვს რომ იმაზე შთაბეჭდილება მოახდინო ანუ ნულდები და ეს განულება შენი პიროვნების ემსახურება რას მოდით ფსიქოლოგიურად ან თუ ნებავთ ეზოთერულად რომ შევხედოთ რომ მთელი შენი წარმოდგენების ჯამი შენი მოგონებების ჯამი რომელმაც შექმნა შენი ეგოს ბირთვი გაგინულდა რამხელა მაგარი შესაძლებლობა ამ განულებაზე ხალხი ძალიან აი ამას გააჩნია ვინ როგორ შეხედავს და რამდენად დაძლევს მოცემულ მომენტში აი ამ სირთულეს თუ შეიძლება ძალიან რაღაც ძალიან მარტივია ხა სირთულე დაარქვა იმას რაც მეც პირადად მომიწია ამის გადალახვა წარმოიდგინეთ ყველაზე რთული რა აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეც შრომითი მიგრანტი ვარ და მეც ზუსტად ის გზა მაქვს გავლილი, რაც ძალიან ბევრ ქართველს ემიგრაციაში ბოლო დღემდე ვმუშაობდი ჩემი პროფესიით ჟურნალისტად და ჩემი გონება და სამეთყველო აპარატი იყო სინქრონში მუშაობას მიჩვეული. წავედი იტალიაში ერთ მშვენიერ დღეს, საერთოდ არ ვიცოდი ენა, გამარჯობაც კი არ ვიცოდი ეს არ ვიცი რატო დამემართა და როგორ დამემართა რატო არ გავითვალისწინე ეს თავის დროზე და ერთ დღეში აღმოჩნდა რომ გონება ტვინი აგრძელებდა იმ რეჟიმში მუშაობას და მე ამიკრეს პირი ეს იმხელა შოკი აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე რთული ალბათ ეს იყო გარდა იმისა რაც თქვენ თქვით ახლა პიროვნული განულება იმიტომ რომ მართალია გეთანხმებით ზუსტად ასეა საერთოდ არავის არ აინტერესებს ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე სანამ თავს დაიმკვიდრებ ვინ ხარ, ვისი შვილი ხარ, რა გაქვს დამთავრებული, იმიტომ რომ ჩვენი განათლება იქ ნულია, ნულის ღირებულებისა სამწუხაროდ და გარდა იმ ნოსტალგიისა რაც ქვეყნისა და შენი ოჯახის და ახლობელი ადამიანების მიმართ გაქვს ხო, ყველაზე რთული ჩემთვის ეს აღმოჩნდა. აი ეს პიროვნული განულების შეგრძნება და ფსიქოლოგიურად ის რომ ჩემი სამეთყველო აპარატი ვეღარ მიყვებოდა ტვინს აზროვნებაში. ეს იყო ყველაზე რთული და ეს ვფიქრობ ძალიან ბევრის პრობლემა და თითქმის ყველასი. და აი ეს არის ზუსტად აი ამ მომენტს როგორ დავძლევთ. დიახ, ნახეთ, პრობლემა არის რაც დავიწყე ხე შივა და პარვატი. რატო უხსნის შივა ამას, რომ შენ არ ახარ ქალი. შენ არ ახარ სხეული, შენ არ ახარ აი ამის შვილი, იმის ეს ყველაფერი შენ მოცემულობად მოგეცა, შენ ხარ ის, რაც თვალებიდან იყურება და ეს თვალებიდან რაც იყურება არის მარადიული ენერგია. როგორც კი შენ აიგივებ შენ თავს სხეულთან, ეს რა როგორ გამოიყურები, რა გჭირს? თვითონ რა მჭირს? არაფერი მე არ მჭირს, ჩემს სხეულს ჭირს. ან მაგალითად ეხლა რომ თავი გააიგივო მანქანასთან. აი მანქანას დაეშვა საბურავი და როგორ რა მოგივიდა საბურავი დაგეშვა?
შენ ხვდები რომ მე გეუბნები მანქანაზე, მაგრამ მიმართვა ნახე როგორია საბურავი დაგეშვა? მე არ დამეშვა, მანქანას დაეშვა. მე მანქანა არა ვარ. ეს სხეული ჩემია, მაგრამ ეს მე არა ვარ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი აზროვნება? იმიტომ რომ გეუბნება შენ სხეული არ ხარ, შენ სხეული გაქვს. შენ სული არ გაქვს, შენ სული ხარ. ნახეთ როგორი შეტრიალება. და აი როგორც კი შენ გინულდება სოციალური ნიღბები. ეს პერსონები, პერსონულ თეატრში ნიშნავდა თეატრალურ ნიღაბს. სხვათა შორის მსახიობის ერთ-ერთი ეპითეტი იყო ბიოლოგი. ანუ მსახიობს უწოდებდნენ ბიოლოგს. საინტერესო. ბიოს ნიშნავს ცოცხალი და ლოგოს ნიშნავს მოძღვრება. მოძღვრება როგორც მეცნიერება, როგორც ამბავი. ბიოლოგი ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ვიღაცის სიცოცხლის შესახებ გიყვება. მსახიობი თამაშობს როლს, ანუ გიყვება იმ ადამიანის შესახებ. ბიოლოგი ხომ გამოვიდა? ბიოლოგია. ანუ თუ შენ აი ამ შენს პერსონასთან გაიგივებ თავს, შენ აბად ხდები, იმიტომ რომ ნებისმიერი შენიშვნა, ან თუნდაც უსამართლოდ დამოკიდებულება უსამართლო, რაღაც განსაცდელი სხეულთან მიმართებაში დაგამცირეს, უდიერად მოგებრნენ და ასე შემდეგ. ეს თუ შენ იმაზე მიიტანე, რაც შენი თვალებიდან იყურება და რაც ღვთაებრივია. ხო? ეს ნიშნავს, რომ შენ დაგავიწყდა ეს ღვთაებრივი წარმომავლობა, მთლიანად ფიზიკაზე ხარ გასწორებული. ამიტომ ნებისმიერი ფიზიკური განსაცდელი შენთვის იქნება დიდი სტრესი, იმიტომ რომ მთლიანად გაიგივებული. აი მაგალითად სიტყვაზე. იაკობ ბეომე, გერმანული მისტიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, უჭყიანესი ადამიანი, იყო მეწაღე. ანუ ესე იგი, საპოჟნიკს რომ ვეძახდით ადრე, ხო. ანუ ესე იგი ფეხსაცმლის შემკეთებელი იყო. და სპინოზა მუშაობდა იმაზე ლინზებს ქლიბავდა. და რა მერე ის იმ სოციალურ სტატუსში იყო, ფეხსაცლის მკერავი იყო კაცი და როგორც იგნებს წერდა. შენ თუ შენი შინაგანი ღირებულება, შენი შინაგანი ფასი კარგი გაგებით, შენი შინაგანი სამყარო გესმის და გააქვს, იმ მომენტში შენ იცი რომ ეს დროებითი ეტაპია. შენ ეს გჭირდება რომ გამოაცხო პური, ხაჭაპური, ლობიანი, ფენოვანი, შენ გჭირდება ის და გაასუფთავო, ის დაალაგო, იმას საჭმელი გაუკეთო. ხო, ანუ დაბალი სოციალური ჩვენი გადმოსახედიდან, ხო, რაღაცა საქმიანობა შენ ბევრად მეტი შეგიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს უნდა აკეთო. ამას შენ გააკეთებ როგორც მოსახდელს. შენი სამყაროთ, შენი ვაგნერით და შენი ვერდით და შენი გოეთეთი დადიხარ და შენი დანტეთით და ასე შემდეგ დადიხარ. შენი ვეფხვის ტყაოსნით დადიხარ. შეუძლებელია შენ ვინმე შეურაცხყოს. შენ იმ მომენტში რა ხარ? ბიოლოგი. შენ იქ ასრულებ იმ როლს. თუ შენ ამ როლთან გაიგივდი, მსახიობი, რომელიც დაიჯერებს და დარჩება როლში, ის აბად არის. აი ხა ჰამლეტის როლში რო გაიჭედოს და სახშიც ჰამლეტივით. ხო, ესე იგი ხო ნიშნავს რომ რაღაცა მოუვიდა. შენ თუ ასრულებ ჯულიეტას როლს, ან კარმენის როლს, ან დულსინიას, თქვა, დულსინია რა როლია, მაგრამ დავუშვათ, ხო? და შენ რო გააგრძელო, ყველგან რომ ისევ ის იყო კარმენი. ესე იგი ხო ნიშნავს რომ აბად ხარ. ესე იგი მთლიანად გაიგივდი როლთან. ესე იგი როგორ გაასერიოზულე ეს როლი, რომ მე ვალაგებ სახს, მაშინ როდესაც მე ვიყავი პროფესორი მაგალითად. თუ ეს როლი ძალიან დიდხანს გრძელდება. დროს არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ერთი კვირა გაგრძელდეს და ამან დაგანგრიოს. და შეიძლება 5 წელი გაგრძელდეს და ჩვეულებრივად შენი ვერდით, ვეფხვის ტყაოს, გააჩნია შენი დამოკიდებულება. ხო გეუბნებით, ერთადერთი სახლი, სადაც ცხოვრობ არის სხეული. ერთადერთი რამაც შეიძლება დაგაზარალოს, არის არა უფულობა, არა ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა. ყველა მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობა წესრიგში გაქვს.
თუ ჩვენ ის ვართ, რაც ჩვენი თვალებიდან იყურება, მაშინ რა არის ეროვნული იდენტობის განცდა? იმიტომ რომ მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ეროვნების, ბევრი ქვეყნის სათვისტომოსთან მიწევს შეხება იტალიაში და ქართველებს განსაკუთრებულად გამოკვეთილი აქვთ ეს ეროვნული იდენტობის განცდა. მაშინ ეს რა არის? ნახეთ, ეროვნების საკითხი ეს არის ძალიან ესეთი სენსიტიური საკითხი. ზოგი თulis და უმრავლესობა რომ აი ჩვენ გენები გვაქვს, აი სისხლი გვაქვს ასეთი, და აი მომყავს ხოლმე ასეთი მაგალითი. მე მყავს მეგობრები. ერთი არის გვარად გაბუნია, მეორე არის გვარად შენგელია, მესამე არის გვარად გაგუა, მე ხა თავად ყოლბაია გახლავარ, და ხო წარმოგიდგენთ, მეგრელებში ვარ, გესმის მეგრე. რას ვცანებ? გაბუნია გურულია, შენგელია და ეს გაგუა და ისინი იმერლობენ. ეხლა ყველანი ვართ ქართველური მოდგმის, ხო მე ვარ ქართველი საბეგრელოდან, ის არის ქართველი გურიიდან, ის არის ქართველი იმერეთიდან და გასაგებია იყავი გინდა გურული, გინდა იმერელი, გინდა რაც გნებავთ, ოღონდაც ნახეთ, ესე იგი მე რომელიც ჩემ თავს აღვიქვამ რომ მე ვარ ქართველი საბეგრელოდან, მე მეგრელობ, მე რომ მეგრულს გავიგებ ბურძლებ მაყრის, მაგრამ ის არ მეგრელობს. გურულად უგზევს ის იმერული ისეთი. ნახეთ, ძალიან კაი მშვენიერი, მაგრამ არ მეგრელობს. სუბეთნიკურად განსხვავებული კულტურის მატარებელი წიაღია. ოდესღაც პაპა, ბაბუა და ასე შემდეგ გადასახლდა და გაიზარდა როგორც გურული, გაიზარდა როგორც იმერელი. უბრალოდ ჩვენთვის მტკივნეული თემა არ არის, ყველა ქართველები ვართ. ახლა წარმოიდგინეთ, თუ შენ გაზრდი შენ შვილს არა ქართველური მენტალიტეტით, ის არ იქართველებს. ესე იგი რა ყოფილა ეროვნული თვითშეგნება? აღზრდა. ეროვნული თვითშეგნება ყოფილა კულტურა. როგორც აღზრდი იმ კულტურის და იმ ეროვნული თვითშეგნების მატარებელი. რა საკვირველია ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ხაპლო ჯგუფები და ეს G2 და G2 და L და ასე შემდეგ და ეს ჩვენ გვაქვს ჩვენი ესეთი იქ არიული R1 და R1A და R2 და ასე შემდეგ. გასხვავებული არის, მაგრამ აი ეს პასუხი კითხვაზე რაც თქვენ მე დამისვით, რომ ჩვენ გვაქვს გამძაფრებული ჩვენი ეთნიკური მიგებნებულობის ეროვნული თვითშეგნების მომენტი, ხო? რატომ? პირველი ჩვენ ვართ მცირერიცხოვანიერი. ჩვენ ვართ სწორედ ამ აზია, ევროპის გასაყარზე და მის დღემში სულ თავდასხმები და სულ აოხრება და სულ შინაგანი ღალატი და გვაქვს ესეთი ანდაზად ხერას დამაკლებდა ტარიხის რომ არ ჰქონოდაო. ის ნაჯახი რას დამაკლებდა ტარიხის რომ არ ჰქონოდაო სჩიოდა ხე. იმიტოა ძირში მოჭრილი რომ ხისტარია, ხო? არა სულ შინაგანი ღალატი, სულ ეს გაუტანლობა. იგივე ის დიასპორაც, აი ცნობილია რომ სომხური დიასპორა ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ქართული დიასპორა. ბევრად, არა იმიტომ რომ ბევრნი არიან, დამოკიდებულებაც სხვანაირი აქვთ. ეხლა გადმოგდება და ესეთი ყველგან მოსულა, მაგრამ ჩვენ დიასპორა ახლა იდგამს ფეხს. ეხლა ნახეთ რატომ? სომხური დიასპორა უფრო დიდი ისტორიის მატარებელია. იმ მათ არ აქვს ზღვა, როგორც კი მოდიოდა მტერი, მთებიც არ იყო ესე და გარბოდნენ. ჩვენ თაქ ვქონდა და ავდიოდით და მე ნამატით ჩამოვდიოდით, თქვა და ვახდენდით კომპენსირებას და იქ მეტნაკლებად ტრამალია, არც ზღვა, არც მთებია. მეტი გზა არ ქონდათ, გარბოდნენ და შინაგანი მოლაპარაკება იყო, რომ ჩვენ ახლა გავრბივართ, რომ გადავრჩეთ და იქ, სადაც მივალთ, იქ ვაარსებთ სათვისტომოებს და იქ ვეხმარებით ერთმანეთს. ესე ცოტა რომანტიზებულად რო ვთქვა. ჩვენთან აი ასეთი მომენტი არ იყო. ჩვენ მაინც მთაქვშველოდ. შესაბამისად, ჩვენს როგორც მიწათმოქმედები, რომლებიც ფიქსირებული ვართ მიწაზე, და ისეთ მიწათმოქმედება და მომთაბარეობა არ არის ორი სხვადასხვა პროფესია. ეს არის ორი სხვადასხვა მენტალიტეტი. ეს ორი სხვადასხვა კულტურაა. აი მაგალითად ზღაპრებიც რომ ავიღოთ ხომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგალითად ვართ მიწათმოქმედები, ჩვენთან ეს ბიბლიური სივრცე ხომ შემოვიდა და ბიბლია ვის შექმნია? სემიტების შექმნილია. სემიტების უმრავლესობა, ვინც ამას ქმნიდა, იყვნენ მეჯოგეობა, მენახირეობა და გარკვეულ მომთაბარე ებრაელებიც დადიან, ხო ეძებენ თავიანთ ხო აღთქმულ მიწას. და შესაბამისად, მწყემსის კულტი უფრო მნიშვნელოვანი იყო.
ამიტომ ზღაპრებშიც როგორც წესი მწყემსი არის გულუბრყვილო, კეთილი და ხშირად უსამართლოდ დაჩაგრული, შეწირული და მიწათმოქმედი არის უფრო მდიდარი, თავზე დიდი წარმოდგენა, უსამართლო ხშირად მიწათმოქმედი მონათფლობელობასაც იწყებს, ხო? იმიტომ რომ უგროვდება ეს ისა მოსავალი და ასე შემდეგ, უფრო მდიდრდება. და მიწათმოქმედს არ უნდა რომ გოგო გაატანოს ცოლად მწყემს ბიჭს. და არადეს ბიჭი ძალიან ლამაზია და ამათ ერთმანეთი უყვართ და არა იმ მეორე მიწათმოქმედი ფეოდალის იმას ოჯახს უნდა რომ დაუნათესავდეს. ნახეთ, არა იმიტომ რომ ეს სხვა პროფესიის არის, არა, სხვა წიაღია. ნახეთ, ჩვენ რომლებიც ვართ მიწათმოქმედები, აი ქართულს რო უთხრა შენ მიწაზე მუშაობ, ვენახსუვლი თუ ვაჭრობ. მე ვაჭარი კი არა ვარ, ამბობს ქართველი. ნახეთ, აი რო უთხარ, მაშინ როდესაც არაბი, სპარსი, ებრაელი ვაჭრობაზე აქცენტი. პირიქით, იქ მიუხედავად იმისა, რომ ირანი, არიული, იქ არიან ნიშნავს მიწათმოქმედი, იქ რა თქმა უნდა განვითარებულია მიწათმოქმედება, მაგრამ ითვლება, რომ მიწაზე მუშაობ, იმიტომ რომ ვაჭრობის ტვინი არა გაქვსო. ანუ ითვლება, რომ ვაჭრობა, კომერცია, საქმოსნობა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე მიწის დამუშავება თუ ხიდაბარი. მაშინ, როდესაც ჩვენთან პირიქით, შენ მე ვაჭარი, შენ რას მე ვაჭრები, მე ვაჭარი კი არა ვარ, ვაჭრობა დამაკნინებლად ითვლება. ნახე, ეს კულტურული თავისებურება. ნახეთ, ჩვენ ვართ მიჯაჭვული მიწაზე. გახსოვთ ჯარისკაცის მამაში შედაქ რა მოგიყვანა შედალოცვილო და ტირი ტირით ის ვენახი იქ ბერლინის იმაშიც რა მოიყვანა სად იყო ის ბერლინში იქ შუა ბერლინში ვენახი მაგრამ ტირით ხომ ეს ბაზის კულტი გვაქვს აი ეს კულტურული შრეები და მიჯაჭულობა ფიქსაცია რატომ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტვინი მოწყობილი ისე რომ ჩვენი მიჯაჭულობის ხარისხი და ისტორიული პერიპეტიები მთაგვ ჰქონდა ეს ჰქონდა ის ჰქონდა ხო მეტნაკლებად გადავრჩით და ამიტომ ფიქსირებულნი ვართ ეს გამჯდარია უკვე ლამის გენეტიკაში აი სომხებთან როგორც მოგახსენეთ არ იყო ისეთი თავშესაფარი და გარბოდნენ ვინ სად მოვხვდით თურმე აი საკონსულოებში თქვათ ამერიკა იქნება თუ ევროპის ქვეყნებში ძირითადი საქმიანობა ყოფილა მიცვალებულების გადმოსვენება საქართველოში აი მთავარი საქმიანობა რასაც ეწევიან რომ ის იბარებს რომ არ მეღირსა დაბრუნება ჩემს ქვეყანაში და რომ მოვკვდები ჩემს მიწაზე და ეს ფენომენია ზუსტად აი ეს იყო ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა ხშირად გაიგებთ ემიგრანტებისგან რომ მთელი ცხოვრება უცხოეთში გავატარე მაგრამ მოდი პირდაპირ ვიტყვი შეიძლება უხეშად ჟღერდეს მაგრამ ასე არა პირდაპირ მათი სიტყვებით ვიტყვი მინდა ჩემს ქვეყანაში დავიმარხო აი ეს რა არის ეს მიწასთან მიჯაჭულობა და იცით როგორი მომენტია ჩვენ ღმერთმა მოგვცა ქვეყანა სადაც გვაქვს დიდებული ბარი, ბაღჩა, ბაღნარი, დიდებული მთა, ტყეები, ზღვა, დახევრათ უდაბნო თავისი რომანტიკით, წყალი, ნაკადული, მდინარე, ყველაფერი. წყალი სასარგებლო, მინერალური სამკურნალო, ტალახი რომ ტალახია. ტალახიც კი სამკურნალო გვაქვს. აი ამ პაწაწინა მიწაზე და აი ეს ედემი. ვაიმე ბოლო 99 წლიდან რაც დაიქცა საბჭოთა კავშირი და დასაქცევი იყო, მაგრამ დაიქცა იქაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ახლა ხო სხვანაირად ქვია, მაგრამ რაც არის ბალტიის ქვეყნები, ხო? და იმათმა ხომ მოახერხეს და ფეხზე ხო დადგნენ. ფინეთსაც უტევდა რუსეთი, მაგრამ ვერ დაიპყრო, ხომ? შეინარჩუნეს აი ფინური სკოლა. მონდებარებამაც განაპირობა რომ ჩვენი მეზობელი იმათი მეზობელიც ხომ არის ეს რუსეთი. ხომ არის, მაგრამ ნახეთ იმ ხალხმა ხომ მოახერხა გაერთიანება. რა იქ არ არიან მოღალატეები, იქ არ არიან კრიმინალები, მაგრამ ერმა კონსოლიდაცია ხომ შესძლო. რა სცენარითაც ჩვენთან ატრიალებდა რუსეთი და მე არ ვლაპარაკობ ახლა პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, ფსიქოლოგიაზე, ერის ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობ, რომ 99 წლიდან მოყოლებული ერთი და იგივე სცენარით, უპრიმიტიულესი ხრიკებით
აი როგორც წითელი და შავი ჭიანჭველები რომ ქილაშია მოქცეული და თავისთვის არიან და როგორც კი შეანჯღრებს ვიღაცა მე იწყება მათ შორის ჭამა ერთმანეთის ხო იგივე გვჭირს ვიღაცა ანჯღრებს და არ ვაფიქსირებთ რომ ეს შენჯღრება იმისთვის არის რომ ჩვენ ერთმანეთი დავჭამოთ ჩვენ საზოგადოებამ დავუშვით ის რომ ძირითადად გოგო-ბიჭები რომლებიც მერე იქ ბერდებიან და აქ შვილებს რო ურეკავენ რომ აბა რა შვებით და როგორ ახართ და ეგება და ჩამოვიდა ვერავარ უკვე ისე როგორც ადრე ვიყავი რომ შემეძლო იმდენი აღარ შემიძლია აქედან იღებს ლოგიკურ და უსასტიკეს პასუხს დედა აქ რო ჩამოხვიდე რა უნდა გააკეთე რაც დატოვე იმაზე უარესი დაგხვდება და ხომ ლოგიკურია ის ვერ ეუბნება დედა რას ლაპარაკობ რაც გააკეთე იმაზეც დიდი მადლობა ჩამოდი და მე მივხედავ აწი მაგრამ ვერ მიხედავს და რატომ იმიტომ რომ მას უკვე ჩამოუყალიბდა პროგრამა რომ ყოველთვე დედა უგზავნის შუქის ფულს გაზის ფულს ინტერნეტის ფულს მე რო ბავშვები გაჩდრენ ახლა ბაღში ხო ნორმალურ ბაღში უნდა ატაროს ბებო მიტალიიდან აბა ისთვის არის იქ მე ეს ბავშვები გაიზარდეთ მე სკოლა ხო კარგი უნდა მე სკოლაში რამდენი გინდა და რას დრო გადის ხო უფრო მეტი გინდა და რას ვღებულობთ დედა აქ რო ჩამოხვიდე აქ რა უნდა გააკეთო ლოგიკურად რა შედეგს ვიღებთ სანამ შენ იქიდან უგზავნის შენ ოჯახს შუქის ფულს გაზის ფულს ინტერნეტის ფულს ბენზინის პივის და სიგარეტის ფულს მანამდე აქ არ გაინძრევა ეს და აქ არაფერი არ შეიცვლებ სანამ შენ იქიდან ეწირები და ამას არჩენ აქ არაფერი არ შეიცვლება შესაბამისად სანამ აქ არაფერი არ შეიცვლება შენ ვერ დაბრუნდები ესე იგი შენ იქ ტოვებ შენს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას და იკლებ ყველაფერს რომ აქ არაფერი არ შეიცვალოს რომ აქ ვეღარ დაბრუნდე ამ თემასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე ფრაზა წაგიკითხოთ რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს თავის დროზე და მაინტერესებს თქვენ რას ხედავთ ამ სიტყვების მიღმა აი მაგალითად ძალიან ხშირად მოისმენთ მსგავს ფრაზებს საქართველოში უკვე სტუმარივით ჩავდივარ აქ ფული მაქვს მაგრამ სიმშვიდე დავკარგე ბავშვები ქართულად აღარ მელაპარაკებიან დაბრუნება მინდა მაგრამ მეშინია 15 წელი გავიდა და ჯერ კიდევ მგონია რომ დროებით ვარ აი თქვენ რას ხედავთ ამ ფრაზების მიღმა იცით რა არის აი რაღაცაზე რომ იტყვი რომ ეს ახლა დროები ცოტა ხანი და მე აი ახლა მე აქ კარი არ მაქვს ახლა და აი აქ ჩამოვაფარებ ახლა ფარდას დროებით და მე კარგ კარს დავკიდებ აი რაზეც იტყვი რომ აი დროებით დავკიდებ დროებით გავაკეთებ აი ახლა და მე ვიცი აი ეს დროებით გაგრძელდება ყველაზე დიდ ხანს გაუცხოვების პრობლემა ეს არის აი ცით აი ადამიანის დრამა კაცობრიობის დრამა გაუცხოვება მით უმეტეს როდესაც თვალს შორდება როდესაც მანძილია როდესაც შენს გულნაკლული ხარ იმიტომ რომ შენს ნელ-ნელა ხვდები რომ შენ გაიქეცი და გაგაქციეს კიდეც ის ვისაც უნდა დაეჭირე ის ვისაც უნდა ეზრუნა შენზე ეხლა მე ძირითადად საუბრობ ქალ ემიგრანტებზე იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს ხომ არა იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ქალები ვეძებთ ყველა მამაკაცში ქმარში მზრუნველი მამის არქეტიპს როგორც ბიჭები ეძებენ დედის არქეტიპს დავივიწყოთ ერთი წუთით ეს თემა ხო არის რაღაც სოციალური როლები რომ კაცმა უნდა დაიცვას ოჯახი ხო არ არის საუბარი ახლა ესეთი ლაქშმი სიმდიდრის ღთაება და აქედან მოდის ლაქშერი არ არის საუბარი ფუფუნებაზე ელემენტარულის არარსებობის გამო მიდიან ეს გოგოები ელემენტარული რომ ოჯახი გადაარჩინონ საჭმლის ფულისთვის მიდიან ვალების გამო მიდიან რომელიც ასევე საჭმლის და სოციალური ელემენტარი შენ ხვდები რომ რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ფუფალაში გახსოვთ არცა შიოლა არა ყოფილა შენ ხვდები რომ თურმე თუ შენ არის ტრიალე შენზე მზრუნველი ადამიანი თურმე არ დაბადებულა ჯერ აი ეს ნახეთ შინაგან დრამაზე ვსაუბრობ მე რომ შენ თვლი რომ თუ შენ არის ტრიალე შენი
გადამრჩენელი მზრუნველი ხელის გულზე მატარებელი არა ეს არის შენ და ეს სიშორე რასაკვირველია ბადებს იმას რომ შენ რომ დღე და ღამე ფიზიკური სარჩოსაბადებელის მოსაპოვებლად ხარ გადავარდნილი ის ბავშვი თავისით იზრდება თავისთვის იზრდება და შესაბამისად კულტურის გადაცემა ანუ აღზრდა რაც არის ეროვნება ის ჯაჭვი წყდება ის იტალიელი მასწავლებელი თუ ფრანგი მასწავლებელი შენ ქართულ იდენტობას ბავშვი ვერ გამოიწვევს ის თავისას ასწავლის და ის გაიზრდება როგორც იტალიელი და ფრანგი ოღონდაც არც ერთი იტალიელი და ფრანგი მას არ აღიარებს რომ ის არის იტალიელი და ფრანგი აქედან გამომდინარე როგორც კი დედის ფუნქცია დაიწყებს მარჩენალი მამის ფუნქციის შეთვისებას ბავშვი აღარ არის ეროვნულად იდენტიფიცირებული. და აი აქ ქალი დგება, ემიგრანტი ქალი დგება ძალიან დიდი დილემის წინაშე. წაიყვანოს ოჯახი და შვილები ემიგრაციაში და უვადოდ გაიხანგრძლივოს ემიგრაცია თუ პირიქით მოითმინოს, დაითმინოს და დატოვოს შვილები საქართველოში, მაგრამ დააზიანოს ოჯახური ურთიერთობები. აი ამ არჩევანის წინაშე დგას ძალიან ხშირად ქართველი ქალი. ნახეთ ბოლო 10 წელი მკვეთრად მატულობს ემიგრაცია საქართველოს ტოვებენ ოჯახები ოჯახური გაერთიანების ხარჯზე ბოლო დროს ანუ უკვე გამოცდილება მივიღეთ და ჩვენი კაცები მიხვდნენ რომლებიც ძალიან გაჭირვებულ დღეში არიან ყველას თავისებურად უჭირს ოჯახის რჩენა და გადარჩენა კაცებს თავისებურად უჭირს, იმიტომ რომ სულ სხვა ჯუნგლების კანონია, ქალებთან სულ სხვა პრობლემები, ორივე გაჭირვებული და ბიჭები მიხვდნენ, რომ არა. მე ჩემ ცოლს და ჩემ დედას არა, ერთად წავალთ. ერთად წავალთ, აი ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ოჯახები არ დაინგრეს. რა განაიმ ქმარს არ უყვარს ის ცოლი კი შეიძლება იჭუბეს რაღაცა ეკონომიკური იმის გამო ერთმანეთ დაჭამეს და ასე შემდეგ მაგრამ ცოლ-ქმარია ეს გოგოა გული რო უფანცქალებდა და პეპლები ერთმანეთი უყვარდათ და მე მოხდა ასე ხომ და დაინგრა ურთიერთობა ეხლა მიხვდნენ რომ არა ჩვენ ერთად უნდა მიხვდნენ რომ ვერ ბრუნდებიან მალე ერთად უნდა წავიდნენ ზოგჯერ დაბრუნება შეიძლება იმაზე რთული იყოს ვიდრე წასვლა კი მით უმეტეს, როდესაც ეს გმირის დაბრუნება და ჩვენ ვთქვით, ხო, რომ ეს გზა ტრანსფორმაციას ემსახურება, ხო და თუ უკეთეს შემთხვევაში შენ განიცადე ეს ტრანსფორმაცია, ხო, და მსხვერპლის არქეტიპიდან ანუ მსხვერპლიდან გამოხვედი შენ და გახდი, თქვა, პრინცესიდან, მერე დედოფალი და დედოფლიდან მერე გახდი მაგი, მე ხა ევოლუციას ვამბობ ფსიქოლოგიური ტიპების, რომ შენ უკვე ცხოვრების კი აღარ გეშინია. შენ უკვე შენი ძალები ირწმუნა, შენი აი ეს მაგის არქეტიპი ნიშნავს, რომ ფარული კავშირები დაინახე. აი პატარა მაგალითი გადახვევა Pink Floyd 70-იან წლებში ქონდა კონცერტი რამდენიმე, როდესაც ჩვეულებრივ ჟღერადობას, აკუსტიკას დაადეს ინფრაბგერა. ინფრაბგერა არის 20 ჰერცამდე სიხშირე, რომელიც არ გესმის. აი ხო ინფრაბგერა ჯერ არ გესმის და ულტრაბგერა უკვე აღარ გესმის. ის ძალიან მაგარი, მიხდით ნახეთ ეს ინფრაბგერა 20 ჰერცამდე არ გესმის, მაგრამ ეს 20 ჰერცის დიაპაზონში რაც არის ბგერა, მოქმედებს მთელ შენს ხელზე, მათ შორის ფსიქიკაზე. 6-8 ჰერცი ეს არის თავის ტვინის ის მაჩვენებელი, როდესაც შენ ფსიქიკური მდგომარეობა გეცვლება. ტალღების სიხშირე ხო ალფა ბეტა დელტა და ნახეთ რა კონცერტის სვლელობის დროს ხალხს დაეწყო პანიკური შეტევა ანუ ამ ჰერცების გავლენით ეს მისიას კოსმიური თემა ხო აი მასში აუდიტორიაში დადებული ინფრაბგერით დაიწყო მასიური ფსიქოზი ანუ ბგერა რომელიც არ გესმის შენს ფსიქიკაზე მოქმედებს აი მაგალითად ლაბორატორიაში შემთხვევით რაღაცა ესეთი ინფრაბგერა გავრცელდა და ლაბორატორიის თანამშრომლებს გაუჩნდათ შიშის როგორ იცით აი მისტიკური შიშის შეგრძნება და ზედ დამატებული რომ ჩვენს გარდა კიდე ვიღაც არის აი ჩვენ ხო ორნი ვსაუბრობთ მე ვიცი რომ მარტო თქვენ ხართ ეს ხო ერთი განწყობაა მაგრამ მე და თქვენ რომ მე ნინო იცით გრძნობ აქ კიდევ არის ვიღაც. ვაიმე კი მეც გრძნობ, მაგრამ არავინ არა. ნახე ვიღა ეს чувство присутствия. ეს არის აი ამ 20 ჰერცამდე ინფრაბგერის ზემოქმედების შედეგი. შეიძლება იყოს გარედან შეგრძნებით. რისი თქმა მინდა, რას ვამბობ მე? რომ არის აი ეს ფონური ზემოქმედება, ანუ
ინფრა გერა მოქმედებს ფსიქიკაზე და შეიძლება შენში ფსიქიკური ცვლილებები გამოიწვიოს და წარმოიდგინეთ, როდესაც არის უამრავი პირობები, ხო? სტრესი, ეკონომიკური, ფიზიოლოგიური და შემდეგ და აი ეს განშორება, ხანგრძლივად ვერ ხედავ, ვერ უყურებ, ხომ? და იკარგება, ცვდება, წყდება ძაფები და დაბრუნება აი ეს ტრანსფორმაცია შენში რომ მოხდა და შენ იგივე წიაღში დაბრუნდი, იგივე კედლები, იგივე ქუჩა, იგივე საინფორმაციო გამოშვება, იგივე ჯოს, იგივე უმუშევრობა, იგივე კრიმინალი, იგივე უიმედობა და უპერსპექტივობა. ესე იგი, რაც დატოვე, იგივეში დაბრუნდი, ოღონდ შენ უკვე სხვანაირი ხარ, შენ უკვე ნახე. ცხოვრება, სადაც არის სოციალური დაცვაც. შენი უფლებები დაცულია, თუ იშრომებ და ისწავლი რაღაცას მიაღწევ. შენ დაცული ხარ სხვანაირად, ხომ? შენ ნახე, რომ თურმე ხალხმა შეიძლება კარგად იცხოვროს. ეს შესაძლებელი და მიღწევადია და ბრუნდები იმავე სიტუაციაში, საიდანაც გაიქეცი. ბუნებრივია, დაბრუნება იმაზე რთული იქნება, ვიდრე წასვლა. მაგრამ რა არის ის, რაც ემიგრაცია არ გპატიობს? რა შეიძლება იყოს? ემიგრაცია და ნებისმიერი მოგზაურობა არ გაპატიებს, თუ არ იქნები ნეიროპლასტიკური. ნეიროპლასტიკურობა რას ნიშნავს? არა ის, რომ ყველაფერს შეეგუო. არა. ნეიროპლასტიკურობა ნიშნავს იმას, რომ შეითვისო აი ეს საუკეთესო, მოახდინო ტრანსფორმაცია და შეიცვალო უკეთესობისკენ, გადარჩე ამ სიტუაციაში, განვითარდე და მიხვდე, რომ შენ არ ახარ სხეული. სხეული არ ახარ. რომ არსებობს აი ეს მასლოუს პირამიდის ეს პირველი ბიოლოგიური, რომ ეს არის საჭმელი, ეს არის სექსი და ეს არის უსაფრთხოება და ამას მოაგვარებ. მერე არის ეს სოციალური, რომ გჭირდება სტატუსი, აღიარება, წინსვლა კარიერული და ასე შემდეგ, ხო? და უსაფრთხო ხარ უკვე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, უკვე სახლიც გაქვს, ერთი გასაღები, ვილა მეორე გასაღები, მანქანა მესამე გასაღები, ოფისი მეოთხე გასაღები და კიდევ კონსპირაციული ბინა, ეხლა სრული შესაბამისად იმის გასაღები. ანუ უკვე შესდეგი და ბოლოს არის აი ეს ნიშა პატარა პირამიდის წვერი სულიერი განვითარების. რომ აი მე რომ დაждები სახლს იმის არ იყოს ესო რა ქვია იაპონელმა ინჟინერმა თავი მოიკლაო დედა რატომ მოიკლაო თავი როგორ მოიკლა როგორ და თავისი მე და ფეშენებლური ვილიდან ჩაჯდა თავის ფეშენებლურ ბანკანაში და გამოქანდა და შეასკდა თავისი ფეშენებლური მეორე ვილის კარიბჭეს. ხო და კიდევ ერთი ისეთი არის ეხა პრობლემა რა არის ქართველი ინჟინერი ჭიჭიკია ჩადის იაპონიაში და შედის უმდიდრეს სახლში ამ კოლეგის დედაო ესო როგორ რა კარგად ცხოვრობთო თქვენო ესო საიდანო ასეთი მაღალი ხელფასი გაქვთ ეხლა მორიდებულოთ ის იაპონელი აიო გაიხედეთ თუ ფანჯრიდან გაიხედეთ მდინარეს ხედავ თუ კიევ ხედავ ხიდს ხედავ ო ძალიან ლამაზი ხიდი ო აი ეგ ჩემი აშენებული ხიდიაო და აიო ნახეო ეს დამიფასტა ეს შრომაო როგორი ხიდი ავაშენე და ეს არის გასამჯელო და ამით გავიდა ერთი თვე იაპონელი ეს კოლეგა ინჟინერი ჩამოდის ჭიჭიკიასთან ქუთაისში და ჭიჭიკიას აქვს 4 იმაზე უკეთესი სახლი ვიდრე იმ იაპონელ ინჟინერს და ეს რა გადასარევი სახლი გაქვთ ასე ფასდება თქვენთან საბჭოთა კავშირში და საქართველოში ასე ფასდებაო ინჟინრის შრომაო. გაიხედოთ პანჯერაშიო ბატონო ჩემო გაიხედება. ხედავ თუ რიონსო ესო ჩვენი მდინარეო. აკო ხედავ თუ ხიცო. არაო, არ ხედავ. ხო და რაც იმ ხიძზე იყო განკუთვნილი ფული, იმით ავაშენე ეს სახლი მეო. ეს არის ჩვენი პრობლემა. ეს არის ჩვენი პრობლემა და როდესაც შენ ნახავ, რომ შენ რო იმ ლამაზ ხიდს პატიოსნა დააშენებ იმის დაფასება იქნება რომ შენ ასეთი კარგი სახლი ანუ გიფასდება შრომა და ინტელექტი და ყოველწვიმაზე ქალაქი არ იძირება ვენეციასავით შენ აღმოაჩენ რომ თურმე პატიოსანი შრომით და ეს ტიტანური ვირული შრომით მაგრამ შეიძლება სოციალურად ახალ საფეხურზე გადახვიდე ხო შენი დაბრუნება აქ რა თქმა უნდა აუშენებელი ხიდის სანაცვლოდ დაშენებული სახლების ქვეყანაში რა თქმა უნდა სტრესი იქნება და შენ ემიგრაცია არ გაპატიებს თუ მენტალობა ნეიროპლასტიკურობით შენი არ შეიცვალა თუ შენ მიიღე ახალი ცოდნა ძველი ხასიათით
და შენი ძველი ხასიათი არ გაუმჯობესდა ნეიროპლასტიკურობა, ანუ ახალი ცოდნა ძველი ხასიათით ისჯება დიდი დეპრესიით. უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ეს იყო დია ყოლბაია, თქვენ უყურებთ ქართული, იტალიური და დიასპორული მედია ερμესი ტივის პოდკასტს. მე ნინა მამუკაძე ვარ და მომავალ საინტერესო ინტერვიუმდე გემშვიდობებით.